პომიდორი, ისპანახი, დაჭრილი ხახვი და ნიორი, გატარებული საგონლის ხორცი. ვახურეთ თავსახური და დაბალ ტემპერატურაზე მოვთუშე 10 წუთის განმავლობაში. კარგად დარბილებულ პომიდორს გავაცალე კანი. დარბილებული პომიდორი ჩავჭყილტე და ინგრედიენტები კარგად გადავურე ერთმანეთს. დავუმატე პასტის ნახარში, პასტა და ისევ კარგად გადავურე ერთმანეთს. ამ კერძს სჭირდება დაახლოებით 15 წუთი და 15 წუთში აი ასეთი სრულყოფილი, მარტივი და გემრიელი ლანჩი მოვამზადებ. მომზადების შემდეგ დამატებით მოვაყარე პარმეზანი და გადავიდეთ გასინჯვის უგემრიელეს მომენტზე. გარნირად და უკვე მოასხეთ, რასაც თქვენ გინდათ, ბრინჯს, კუსკუსს, კინოას ან რასაც მოგესურვებათ.